მრავალჯერადი გამოყენების წყლის ბოთლი შეიძლება მილიონობით ბაქტერიის თავშეყრის ადგილად იქცეს დღის განმავლობაში. ამ საკითხზე პერდიუს უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ახალი კვლევები ჩაატარეს. დაკვირვებით დადგინდა, რომ ბევრი ადამიანი საერთოდ არ რეცხავს თავის წყლის ბოთლს, რაც იწვევს ბაქტერიების მნიშვნელოვან დაგროვებას. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სინგაპურში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ წყლის ბოთლში ბაქტერიების რაოდენობა დილის საათებში 75,000-დან 24 საათში 2 მილიონამდე გაიზარდა. სპეციალისტების განმარტებით ბაქტერიები შეიძლება მოხვდეს ბოთლში როგორც ონკანის წყლიდან, ასევე ჩვენი პირიდან ყოველი დალევის დროს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბაქტერიები უფრო სწრაფად მრავლდებიან ოთახის ტემპერატურაზე, ვიდრე მაცივარში და განსაკუთრებით მოსწონთ შაქრის შემცველი სასმელები. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ გავრეცხოთ ბოთლი ცხელი წყლით. გამოყენების შემდეგ კი დავტოვოთ ჰაერზე გასაშრობად. მათი განმარტებით უნდა გაირეცხოს ბოთლის ყველა ნაწილი, მათ შორის თავსახური. სპეციალისტების მოსაზრებით მეტალის ან მინის ბოთლი უფრო უსაფრთხოა ვიდრე პლასტმასის. თუ ადამიანმა ბოთლიდან უსიამოვნო სუნი იგრძნო, მისი გადაგდება უნდა მოხდეს.